მოგესალმებით, ეს არის გადაცემა სარკე. დღეს ჩვენ ვისაუბრებთ ქართული ოცნების ახალი ინიციატივის შესახებ, რომლის მიხედვით მათ შეეძლებათ დასაჯონის ადამიანები, ვინც ხელისუფლების ლეგიტიმაციას არ აღიარებს. ჩემი სტუმარი იქნება ექსპერტი ბატონი ღია, რომელთან ერთადაც ვისაუბრებ ამ ინიციატივის შესახებ, რატომ გახდა საჭირო მისი მიღება, რამდენად სწორია და რამდენად სამართლიანია საერთოდ ეს გადაწყვეტილება. მოგესალმებით ბატონი ღია. მოგესალმებით, მადლობა მოწვევისთვის და იმედია საინტერესო დისკუსია გამოგვივა. ბატონი ღია, იცით რომ ხელისუფლება აპირებს მიიღოს კანონი, რომლის შესაბამისად მათ შეეძლებათ დასაჯონის ადამიანები, ვინც არ აღიარებს ხელისუფლების ლეგიტიმაციას. როგორ შეაფასებთ ამ გადაწყვეტილებას? ეს ნამდვილად დროული გადაწყვეტილებაა, რადგან ახლა არის 2026 წელი და არა 2023 წელი. ამ ხნის განმავლობაში ჩვენ რამდენიმე რევოლუცია გადავიტანეთ და ახლა დრო არის, რომ აკაცუკებს და აგენტებს არ ავარევინოთ ეს ქვეყანა. კი, მაგრამ ხელისუფლება ხო ისედაც ამბობს, რომ ლეგიტიმურები არიან. აბსოლუტურად ვეთანხმები, რადგან თქვენ იცით, რომ საზოგადოება ემორჩილება ხელისუფლების მიერ მიღებულ კანონებს, იხდის გადასახადებს, რაც ადასტურებს იმას, რომ ისინი ლეგიტიმურები არიან. თქვენ ხედავთ ხებს და ვერ ხედავთ დღეს. ხო, მაგრამ თუ ხელისუფლების მიღებულ კანონებს ემორჩილება საზოგადოება გადასახადებს იხდიან, ხო გამოდის, რომ ისედაც ლეგიტიმურია ხელისუფლება და მაშინ პრობლემა რაშია? იმაში, რომ უბრალოდ სიტყვიერად არ აღიარებენ ისინი ხელისუფლებას? ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ დღეს არის 2026 წელი და არა 2023 წელი ან 2025 წელი. ხალხმა ხშირად რომ იმეოროს ხელისუფლება არა ლეგიტიმურია, შეიძლება საზოგადოების ნაწილს ეჭვი შეეპაროს ხელისუფლების ლეგიტიმაციაში. ჩვენ საერთოდ ტყუილად კი არ აგზავნით გეი პროპაგანდაც. ხშირად რომ გაიმეორონ გეი ხარო, შეიძლება ადამიანი გეიც გახდეს. გაგიგიათ გამოთქმა, შესაძლოა ხე გაახმო. გასაგებია, მაგრამ იმის გამო რომ ადამიანები უბრალოდ სიტყვიერად არ აღიარებენ ხელისუფლების ლეგიტიმაციას, ამის გამო რომ ციხეში ჩასვა. რამდენად ევროპულია ასეთი მიდგომა? ჩვენ ვიცით ევროპული გამოცდილებაც, მაგალითად დაახლოებით 1700 წლის წინ რომის იმპერიაშიც არსებობდა მსგავსი პრაქტიკა, როცა დიოკლეტიანე ქრისტიანებს აიძულებდა საჯაროდ ეღიარებინათ რომაული ღმერთების კულტი და იმპერატორის ავტორიტეტი და ვერავინ ვერ ითქვის, რომ რომის იმპერია ევროპა არ იყო. ჩვენ ასევე ვიცით წმინდა ინკვიზიციის გამოცდილებაც და ამაზეც ვერავინ ვერ გვეტყვის, რომ კათოლიკური ეკლესია ევროპული არ არის. და საერთოდ ძალიან ისტორიაშიც რომ არ შევიდეთ, ჩვენ გვახსოვს 30-იანი 40-იანი წლების მაგალითად გერმანიის, იტალიის გამოცდილება და მთელი რიგი ევროპული ქვეყნების გამოცდილება და ვერავინ ვერ გვეტყვის ამაზეც, რომ ისინი ევროპული ქვეყნები არ არიან. ისეთი შთაბეჭდილება რჩება, თითქოს რიყეზე რო გახვალთ, ქვევრს ვერ ხედავთ და სამყაროში რა ხდება, მაგას ვერ ხვდებით. ანუ გამოდის მეც უნდა შემეხოს ეს კანონი, რადგან მეც მიმაჩნია, რომ გადასახადები ძარცვაა და არ უნდა გადაიხადონ ადამიანებმა გადასახადი, თუ ამის შანსი აქვთ. რას ნიშნავს გადასახადები ძარცვა? იმას ნიშნავს, რომ გადასახადებს საკუთარი ნებით არავინ იხდის და მთავრობა ძალით არქმევს ადამიანებს გადასახადს. და ამიტომ რაც ნაკლები იქნება მთავრობა და გადასახადები, მით უკეთესი. თუ საერთოდ არ იქნება, ხომ საერთოდ? ანუ თქვენ არ აღიარებთ სახელმწიფოს აუცილებლობას? მე კი არა, არც ერთი პატიოსანი ანარქისტი არ აღიარებს მთავრობას. ასეთი დამოკიდებულება სახელმწიფოს მიმართ დანაშაულია და თქვენ ტელევიზიაში კი არა ციხეში უნდა იყოთ. მავნე იდეებს რომ ავრცელებთ საზოგადოებაში და საერთოდ მწვენია კიდეც თქვენთან ახლოს რო ვზივარ. მადლობა სტუმრობისთვის და კეთილი სურვილებისთვის. მიუხედავად ასეთი რადიკალური განსხვავებული პოზიციისა, იმედია მომავალშიც გვესტუმრებით და კიდევ გამოგვივა დისკუსია. ლევან გერნაიევი. დიახ. ლევან გერნაიევი. დიახ. კრიმინალური პოლიცია, საშიაქმების პრევენციის დეპარტამენტი. დავაშავე? ბევრი რაღაც დააშავე, წამომზადე ჩემთან. წამომზადეთ. წამომდე, სწრაფად.